დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, როგორ ბრძანდებით? გისურვებთ სასიამოვნო გარემოს და ლამაზ დღეს. მოკლედ, კარგი ხასიათზე ვარ, რატომ? ეხლა უნდა გაჩვენოთ ახალი ამბები ნარიმანის კარზე, რომელიც პრინციპში მემახარებს, თქვენ თუ არ გახარებთ, მემახარებს. აბა ვნახოთ ეხლა რა ხდება. დღეს დილით განცხადება გამოიკრა ლუიზა ჯაფარიძეს. არ მომიტანო მაქვს სმეტანა, ბანანი, სპირტი. მომიტანე მათ მაგივრად სხვები, არასაჭმელები. მონაზონი ნიკოლოზი, ნარიმან ბაგრატიონი, ნარიმანი 2025 წლის 4 ნოემბერი. მეგობრებო, გილოცავთ მეგობრებო, 1 წელი ელოდა კაცი უნიტაზს და გუშინ მიუვიდა უნიტაზი. დღეს ახალი განცხადება გამოვიდა. რატომ მეგობრებო თუ იცით და როგორ მოხდა ეს ამბავი? თუ არა მე, აბა ვინ უნდა გაეკეთებინა ეს ამბავი? ვინ უნდა გაიგოს ნარიმანის თუ არა მე? პირდაპირ მნიშვნელობით გუშინ მათ ლაივშიც ვინც ვიყურებდა, პირდაპირ მნიშვნელობით ლაივიდან ვესროლე უნიტაზი ნარიმანის მრევლს, ვესროლე გავუგზავნე რა, არ ქონდათ, ვერ მიქონდათ. და გავაერთიანე ეს ხალხი, გავაერთიანე. აბა თუ მიხვდებით რაში გავაერთიანე მეგობრებო, ძალიან ძნელი მისაყვები რა, მაგრამ ადვილად გეტყვით. 1 წლის განმავლობაში, 27 წლის განმავლობაში, თუ 50 წლის განმავლობაში არ ვიცი, რამდენი ხანი მას მრევლი ყავს, მისი მრევლი ვერ გაერთიანდა მეგობრებო. სული იყო გაორება, არც ერთი ვერცერთ საკითხში ვერ ერთიანდებოდნენ. მაგრამ გამოჩნდა თამარ მეფე და გააერთიანა მათი მრევლი. ყველანი თამარ მეფის წინააღმდეგ. ვერც ილიამ ვერ შეძლო ეს, ვერც ვერავინ სხვამ, ვერც პოლიტიკოსებმა და ვერავინ, მაგრამ თამარ მეფემ შეძლო ეს. აღიარეთ, რომ ძალიან მაგარი ვარ. აღიარეთ, რომ მეფე ვარ. თამარ მეფე ვარ. მოკლედ ერთი სიტყვით გენიოსი უნდა იყო რა, რომ ეს გააკეთო ახლა. აი გეუბნებით 1 წლის წინ თუ 2 წლის წინ მიუტანე ბანანი, ითხოვდა ეს კაცი ბანანი, ითხოვდა და არ მიჰქონდათ ეს ბანანი, არ მიჰქონდათ და არ მიჰქონდათ და არ მიჰქონდათ, ვერ მიჰქონდათ. ყველამ თავის თავში, სახში თუ სადღაც იფიქრა, მაგრამ მაინც ვერ მიუტანეს და ბოლო დღეს მივედი, და ვიღაცება იქ რაღაცები იბოდიალეს, იქ ლევან ჯოგლიზამ რაღაც თავისი გაურეკა, თავისი ენებური რაღაც ახსნები გაუკეთა და საბოლოო ჯამში მე და ჩემმა მეუღლე მოვედი სახში. ყველაფერი ჩამოაყალიბე, დავწერე და მივუტანე და მეორე დღეს მოიხსნა ბანანის თემა. სმეტანის თემაც მოიხსნა და სპირტის თემაც მოიხსნა, ხალხო, ეხლა 1 წელი მას მერე უკვე უნიტაზს ელოდება ადამიანი და ვესროლე უნიტაზი და ჩამოიხსნა განცხადება. აბა ნახეთ თუ არა ვარ ეხლა გენიოსი და აბა ეხლა დამესიეთ ნარიმანის მრევლის წევრებო, უბრალოდ ავი ძაღლები უწოდე მე მათ, კვენია ძაღლები. კეთი, გაღიარებ თამარო მეუნა. ხოდა მეგობრებო, ბიჭო, უნიტაზი მიუტანე 1 წელი ელოდა კაცა, კიდევ მე მადებთ ხელს რომ ცუდი ვარ. აი, საქმეს ვინც ასრულებს, ვინც ნარიმანის სიტყვას იგებს და ვინც მარტო იგებს კი არა, აკეთებს საქმეს, ხო? იმის წინააღმდეგ კი არა ხალხო, რასაც გთხოვთ, ეგ კაცი ის გაუკეთეთ, გესმის? და დაწყნარდება თქვენი ნერვებიც. ასე რომ ჩემო კარგებო, ძალიან მაგარი ვარ რა, აი ესეთი ვარ, გილოცავთ. აი ეხლა გააკეთეთ თქვენი საქმე რა. ეხლა ზე არ დამიჯერებთ? ეხლა ის 80 კაცი, რომელიც დავბლოკე, YouTube-ზე გადავიდეს და იქ უყურებ ჩემ ლაივებს, იქაც ვტვირთავ ხოლმე და აქ ვერ შემომიერთდება, შანსი არ აქვს, არც ერთ ნარიმანის ძაღლს, სანამ არ განიკურნება ცოფისგან, ჩემს გვერდზე შემოსulis. არა, მაგრამ ის ვინც ტიპია, ხო? და ძალიან მაგარი
კაცია ნარიმანის მრევლიდან ჩემს გვერდზე იქნება ყოველთვის. აბა, კარგი. გელოდებით ახლა, სად გელოდებით? არსად, ჯერჯერობით არსად არ გელოდებით, მაგრამ ალბათ მალე რახან ენა მიყივლა, მალე გავაცხადებ გელოდებით მეთქი.